მოგესალმებით ნინო, საქართველოს უკვე გადმოეცა კითხვარი და დღესვე დაიწყებს საქართველოს ხელისუფლება მუშაობას იმაზე, რომ გასცეს სრულყოფილი პასუხი, ვინაიდან პასუხზე და შემდეგ ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანალიტიკურ ანგარიშზე იქნება დამოკიდებული. ქვეყანა რამდენად სწრაფად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის დამოკიდებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, როგორც ყოველთვის საჭიროა კონსენსუსი. ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს. ოლივერ ვარჰეიმი მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აქ ევროპული საბჭოს შენობაში და გადასცა საზეიმოდ ის კითხვარი, რომელიც არის წინ გადადგმული ნაბიჯი და პირველი ეტაპი, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. პირველი არის განაცხადის გაკეთება, ამას მოჰყვება კითხვარი, შემდეგ შეფასება. შეფასებაში უნდა ჩაიწეროს ქვეყანა აკმაყოფილებს თუ არა საჭირო კრიტერიუმებს და არის თუ არა მზად იმისათვის, რომ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. 369 კითხვა და 40 გვერდი. ასეთია დოკუმენტი, რომელიც საქართველოზე მოამზადეს. როგორც თქვენ მოითხოვეთ, როცა გადმოგვეცით ევროკავშირში გაწევრიანების განცხადება და ვერსალში ევროპის საბჭოს ინსტრუქციის თანახმად, ჩვენ დავიწყეთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე თქვენი აპლიკაციის შეფასებაზე მუშაობა, რომლის პირველი ნაწილიცაა თქვენთვის კითხვარის განმოცემა. ესაა კითხვარი, რომლითაც ჩვენ გსურს შევიტყოთ, რა ეტაპზეა თქვენი ქვეყანა პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოს თვალსაზრისით. კიდევ ერთი ნაწილი იქნება თქვენი შესაბამისობა ევროპული კანონმდებლობის თანახმად. ეს კი პირველი ნაბიჯია თქვენ ევროპულ გზაზე ჩვენი მხრიდან და მზად ვართ ვიმუშაოთ თქვენთან ერთად მაქსიმალურად სწრაფად თქვენი მოსაზრების ევროპის საბჭოში წარსადგენად. მადლობა ბატონო კომისარო. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაზაა, რაშიც ახლა საქართველოს შედის და ველოდებით, რომ თავდაუზოგავად ვიმუშავებთ კომისიის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად კითხვის გადმოცემაზე. საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადია და საქართველოს ევროპული მომავალი არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი. ჩვენ მზად ვართ დაუყოვნებლივ შევუდგეთ მუშაობას კითხვაზე. მადლობას გიხდით და ველით, რომ საქართველო წარმატებულად გაივლის ევროპულ გზას. ჩვენ ამ ღონისძიების შემდეგ ვესაუბრეთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გვაინტერესებდა ბუნებრივია რა ვადებზეა საუბარი, ვინ გაუწევს კურირებას ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მომზადებას. საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ყველა ფაზა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეხლა განსაკუთრებული მომენტია და ის დრო, რომელიც აქვს საქართველოს მიცემული, მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ ყველა სამინისტრომ და უწყებავ. კითხვები არის მრავალფეროვანი და როგორც უკვე გითხარით, ამ კითხვებზე პასუხზე არის დამოკიდებული პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით ჩვენი ევროპული მომავალი ამ ორგანიზაციაში. საქართველოს მიიღო კონკრეტული კითხვარი, რომელიც იქნება ახალი იმპულსი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე და ეხლა ყველაზე მთავარი არის, რომ ყველა კონცენტრირდეს ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესზე, იმისთვის, რომ დროულად მოხდეს შევსება კითხვარის, გადმოგზავნა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, რათა საქართველოს აქტიურად გააგრძელოს ამ ძალიან მნიშვნელოვან ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროცესში მონაწილეობა. ინკლუზიურობა ამ პროცესში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ამიტომ ყველა სახელმწიფო უწყება პირველ რიგში იქნება მობილიზებული ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობისთვის. ვადების ნაწილში საქართველოს პრინციპში იმის მიხედვით, როგორც მოხდება ამ პროცესის, ასე ვთქვათ, წინ წაწევა, ამაზე იქნება კონცენტრირებული. ჩვენ ვეცდებით, რომ ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ იმისთვის და მაქსიმალური კონცენტრაცია მოვახდინოთ ყველა სახელმწიფო უწყებამ, რომ ეს კონკრეტული კითხვარი რაც შეიძლება მალე საქართველოს წარმოადგინოს ევროკავშირში. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მართლაც ამ ისტორიულ პროცესში დღევანდელი დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა. ჩვენ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება პირველ რიგში ევროკომისიასთან. ეს არის ის
ინსტიტუტი, რომელიც ასე ვთქვათ, იმუშავებს ჩვენს პასუხებზე და მოამზადებს შესაბამის დოკუმენტს, მაგრამ ამავდროულად ძალიან მჭიდრო თვითანამშრომლებთ ევროკავშირის საერთო სახელმწიფოებთან. ამ კონტექსტში გამოყოფთ იმ ქვეყნებს, რომლებმაც ბოლო პერიოდში შეავსეს ანალოგიური დოკუმენტი, ბუნებრივია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი გამოცდილება, მათი რჩევები და რეკომენდაციები. ფაქტია, რომ ევროკომისია მთელი ევროკავშირი მიდის დაჩქარებული პროცედურებითა და წესებით, ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ წინა ქვეყნებთან შედარებით შემჭიდროვებულ ვადებში მოხდა, ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში კითხვარის მომზადება და ასევე ყველა შეხვედრაზე, ყველა პრესკონფერენციაზე, სადაც არის საუბარი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას გაწევრიანებაზე და მანამდე კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, მსჯელობა ყველა აცხადებს მედიასთან, რომ გააკეთებენ მაქსიმუმს იმისათვის, რომ სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება, პირველ რიგში ევროკომისიამ სწრაფად მოამზადოს ანგარიში და შეფასება. ღონისძიების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა საუბარი ოლივერ ვარჰეისთან, აქტიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია იქნება როგორც კომისიასთან, იმისათვის, რომ კითხვარზე პასუხი სათანადოდ მომზადდეს და ასევე წევრ ქვეყნებთან, ვინაიდან მათი გამოცდილების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ბატონ ვარჰეისთან ჩვენ გქონდა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა, ვისაუბრეთ ყველა ის შესაძლებლობები, რომელიც ჩვენ შეიძლება გქონდეს ამ გზაზე და მე მადლიერი ვარ მისი, რომ მასთან ძალიან ღია და ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. ჩვენ მოვისმინეთ მისი ხედვები და ეს ჩვენ დაგვეხმარება იმისთვის, რომ ეფექტურად შევძლოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობა, რასაც ქვია კითხვარის შევსება, რაც შეეხება მოსახლეობას მინდა მიულოცო დღევანდელი დღე, რადგან ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი კონკრეტული ნაბიჯი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე, რაც მოწმობს იმას, რომ საქართველოს მთავრობა, პირველ რიგში საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის ყველაზე მთავარი, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის საქართველოს ევროპული მომავალი და ჩვენ ყველა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობთ ამისთვის და მე მინდა დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო გამორჩეულად ინტეგრირდებოდეს ევროკავშირში. დღევანდელი დღე არის იმის კარგი მაგალითი, რომ საქართველო კვლავ რჩება პარტნიორად, სანდო პარტნიორად ევროკავშირისთვის და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და სწორედ ეს არის პოლიტიკური გზავნილი ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ საქართველო აგრძელებს ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობას და ძალიან მალე ჩვენ გვექნება კონკრეტული ხელშესახების შედეგი. საქართველოს შემდეგ კითხვარი გადაეცა მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრს. ამ ცერემონიაზე ითქვა, რომ რაც უფრო სწრაფად შეავსებს მოლდოვა კითხვარს, მით უფრო მალე მიიღებს ევროკომისია გადაწყვეტილებას, ამიტომ აი სწრაფი პროცესი და დაჩქარებული პროცედურები შედის როგორც უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას, ასევე ჩვენი ევროკავშირელი პარტნიორების ინტერესებში.